როგორც იუთვებიან, დარტყმები კვლავ გრძელდება. დაახლოებით 20 წუთის წინ ირანული საინფორმაციო სააგენტოები უცნობიან, რომ აშშ-მ კიდევ რამდენიმე დარტყმა განახორციელა ირანის პურის კიშმის კუნძულის მიმდებარედ, რომელიც ხორმუზის სრუტესთან ახლოს მდებარეობს. და ეს ხდება იმ დროს, როდესაც როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს, მნიშვნელოვნად გაანწვავოს თუ არა ომი ირანთან. და განხილვადი ვარიანტები ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაუწყებლობენ, რომ ტრამპმა ამ კვირაში ჩაატარა შეხვედრა სიტუაციურ ოთახში, სადაც განიხილეს ხარგის კუნძულის შესაძლო დაკავება ამერიკელი ჯარების მიერ. ასევე ბირთვულ ობიექტთან დაკავშირებული გვირაბების კომპლექსის დაბომბვა, რომელსაც პიკაქსის მთა ეწოდება. და მისი სიტყვებით Fox News-ზე მომავალ კვირას ირანის ელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვა იგეგმება, თუ ისლამური რესპუბლიკა მოლაპარაკებების მაგიდასთან არ მივა. ტრამპმა ასევე დაამატა, ციტირებ: ჩვენ გვყავს სხვა ადამიანები, რომლებიც ჩვენს ნაცვლად ჩაატარებენ სახმელეთო ოპერაციას. არავის დაუკონკრეტებია ვის გულისხმობდა ის, მაგრამ ეხლა ჩვენთან ერთად არის ჯეისონ ბროდსკი. ის არის ორგანიზაცია გაერთიანებული ბირთვული ირანის წინააღმდეგ პოლიტიკის დირექტორი და ეხლა შემოგვიერთდა. ჯეისონ, რამდენად რეალურია ეს ვარიანტები და როგორ ფიქრობთ, რამდენად ახლოსაა ტრამპი რეალურად ამ ნაბიჯის გადადგმასთან? სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. ვფიქრობ, ეს ვარიანტები ძალიან რეალურია. ირანის რეჟიმმა დაამტკიცა, რომ მაშინაც კი როცა შეერთებული შტატები ძალიან დიდ შეღავათებს თავაზობს სანქციების მოხსნის კუთხით, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ირანს პირველად 10 წლეულების განმავლობაში მისცემდა საშუალებას ვაჭრობა ნავთობით დოლარში განეხორციელებინა. დაეწყო მოლაპარაკებები აქტივების გამბლოკვაზე და საბოლოო შეთანხმების ფარგლებში რეკონსტრუქციისთვის 300 მილიარდი დოლარის საინვესტიციო ფონდის შეთავაზებაზე. მაშინაც კი ირანის რეჟიმმა საკუთარი ცუდი ქცევით ჩაშალა მემორანდუმი და ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი მართალია. ეს მემორანდუმი იყო ტესტი და ირანის რეჟიმმა ეს ტესტი ვერ ჩააბარა. უკანასკნელი 47 წლის განმავლობაში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ადმინისტრაციების პირობებში ისინი ერთსა და იმავე ტესტს ვერ აბარებენ და რაღაც მომენტში მოგვიწევს, რომ აღარ მივცეთ ხელახლა ცდის შესაძლებლობა. იცით, კარგის კუნძულის დაკავების იდეა, რომლის მეშვეობითაც ირანის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90% გადის, საბოლოოდ იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში 10 წლეულების განმავლობაში გვექნებოდა ნანახი. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკელი გენერალი პენსიაზე ღიად ამბობს, რომ ვაშინგტონმა ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ რამდენად სერიოზულად განიხილავს სამხედრო წრეები ამ საკითხს რეალურად? და რას ნიშნავს ეს ომისთვის, თუ ეს მართლაც მოხდება? და საერთოდ შესაძლებელია კი ეს? დიახ, ვფიქრობ ეს შესაძლებელია. ვფიქრობ შეერთებულ შტატებს ამისთვის გეგმები აქვს და ვფიქრობ პრეზიდენტი ტრამპი ამას სერიოზულად განიხილავს. პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან საუბრობს კარგის კუნძულის აღებაზე. ამიტომ არ გამიკვირდება, თუ ეს სიტუაციური ოთახის განხილვების ნაწილია. შეერთებულმა შტატებმა უნდა გაამწვავოს სიტუაცია, რათა შეცვალოს სტრატეგიული სურათი რეგიონში და დააყენოს ირანის რეჟიმი რთული არჩევანის წინაშე. კემილი მხოლოდ ინსრედება ბოლო დღეებში, რადგან აშშ სამხედრო თავდასხმები გაიზარდა როგორც ინტენსივობით, ისე ხასიათით. შეერთებული შტატები აჩვენებს, რომ შეუძლია ესკალაცია და სწორედ ეს მოუწევს გააკეთოს. რა თქმა უნდა, პიკაქსის მთა უფრო ღრმაა ვიდრე ნატანზი და ფორდო. ეს ის ობიექტებია, რომლებიც აშშ-მ და ისრაელმა უკვე დაბომბეს. ეს ნიშნავს, რომ სტანდარტული ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბების შესაძლოა ვერ მიაღწიოს მას. ტრამპი ამბობს, რომ იმოქმედებს თუ ირანი ფუნქციონირებად ბირთვულ ობიექტად გადაიქცევა, მაგრამ კიდევ ერთხელ, ნამდვილად შეუძლია თუ არა აშშ-ს მისი განადგურება თუ ასე მოხდება. კი, მე ვფიქრობ, რომ ოპერაცია პიკაქსის მთის განეიტრალებისთვის შეიძლება მოიცავდეს სახმელეთო კომპონენტსაც. ასე რომ ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა უნდა დაწონოს. ცხადია, ეს უზარმაზარ რისკებს უქმნის ნებისმიერ სახის ამერიკულ ძალებს, რომლებიც ადგილზე იქნებიან. მაგრამ არსებობს სხვა ვარიანტებიც, რომლებსაც შეგვიძლია მივმართოთ სახმელეთო ძალების გამოყენების გარეშე პიკაქსის მთასთან ახლოს, რასაც პრეზიდენტი შეიძლება ამ ეტაპზე აირჩიოს. მე ვფიქრობ, რომ ის დაიტოვებს მენევრის სივრცეს, რათა კონდეს ესკალაციის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ირანის რეჟიმი გააგრძელებს მოქმედებებს და დაარღვევს იმ შეთანხმებებს, რომელზეც თავდაპირველად დათანხმდა. ეხლა რა თქმა უნდა აღნიშნოთ, რა თქვა ტრამპმა Fox News-თან საუბარში. მან თქვა, რომ სხვა ადამიანები მიხედავენ სახმელეთო კამპანიას. მან თქვა, ჩვენ ჩავატარებთ სახმელეთო კამპანიას. ეს მისი ზუსტი სიტყვებია. როგორ ფიქრობთ, ვიზე საუბრობს ის? ცხადია, ამ გადაცემაში ჩვენ წარსულში განვიხილავდით იდეას, რომ ქურთულ ძალებს შეეძლოთ როლი ეთამაშათ და ამ გათვლაში ისრაელიც მონაწილეობს. სახმელეთო კამპანიაში შეიძლება იყოს ისრაელის კომპონენტიც, შეიძლება იყოს ფარული ელემენტიც სახმელეთო კამპანიაში. ამიტომ ვფიქრობ, პრეზიდენტი აშკარად რაღაცაზე მიანიშნებს. მაგრამ ისევ ჩვენ აშშ-ს გვაქვს შესაძლებლობა დავარდგათ სხვა ობიექტებსაც პიკაქს მთის გარდა, რაც ირანის რეჟიმისთვის დიდ ტკივილს გამოიწვევს. კარგი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან შემოერთებისთვის ჯეისონ ბროდსკი. მადლობთ.
ეხლა გადავდივართ ჩვენ სტუდიის სტუმრებზე, იაკოვ ლაპინძე, უსაფრთხოების ანალიტიკოსსა და როს ჰენდლერის რეპორტის წამყვანზე. და რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი დენ პერი, რომელიც Associated Press-ის ყოფილი ევროპის და ახლო აღმოსავლეთის რედაქტორია. კარგი, ამჟამად ბევრი რიტორიკა ისმის საშაშიშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან. ვფიქრობ, ახლა მთავარი კითხვა ისაა, რეალურად რა შეიცვალა? რადგან შუალედური არჩევნები ჯერ კიდევ წინ არის. ვიცით, რომ ამერიკელ საზოგადოებაში განახლებული ომისთვის დიდი მხარდაჭერა არ არსებობს. არის თუ არა რაიმე კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ტრამპი ახლა აკეთებს ამ განცხადებებს? ფიქრობ, ახლო აღმოსავლეთში ორი დროითი სცენარი გვაქვს. ერთი ამბობს, რომ არაფერი მოხდება შუალედურ არჩევნებამდე, ეს კი ოქტომბრამდე მიგვიყვანს. და ეს უკვე მეტისმეტია, რადგან ამ ეტაპზე ტრამპს უბრალოდ უნდა. მეორე დროის ხაზი კი ისაა, რომ ამდენ ხანს ვერ დავიცდით, რადგან ირანელები ზღვარს აჭარბებენ და ამერიკელებისთვის შეუძლებელს ხდიან, რომ შუალედურ არჩევნებამდე არ დააჩქარონ მათ ქმედებებზე საპასუხო ზომები. მე ვფიქრობ, ტრამპმა დაასკვნა, რომ ზიანი, რომელიც ადგება და ზოგადად ამერიკის ინტერესები, პოლიტიკურ ასპექტს მიღმა. თუ დავიჯერებთ, რომ ტრამპს ასე შეუძლია ფიქრი, მაგრამ შეიძლება ზოგჯერ შეძლოს, ან იქნებეს მისი ეგოა, რადგან ძალიან დამარცხებულად გამოიყურებოდა ფაქტობრივად მოქმედებას საჭიროებს. კარგი, იაკოვ, მინდა გესაუბრო ირანში სახმელეთო ძალების შეყვანის იდეაზე და ტრამპის განცხადებაზე, რომ მას ჰყავს ხალხი, ვინც ამას გააკეთებს. და როგორ ერთვება ამაში ისრაელი? განსაკუთრებით იმიტომ, რომ ისრაელსაც არჩევნები ელის ოქტომბერში. როგორ ფიქრობ, რას არის მზად ისრაელი გააკეთოს? რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ისრაელი, როცა საქმე ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბრძოლას ეხება? პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ისრაელი გვერდზე დგას, რადგან ეს ბრძოლა, რომელსაც მე დაბალი ინტენსივობის ბრძოლას უწოდებდი, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები თავისი რეალური სამხედრო ძალის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს და ყურადღებას სამხრეთის სანაპიროზე ამახვილებს. რადგან ეს ბრძოლა ჰორმუზის სრუტის მომავალზეა, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის. და ისრაელის ინტერესებზე ეს დიდად არ აისახება. გარდა იმისა, რომ რაც უფრო შორს წავა ეს პროცესი, ცუდი ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ცუდი დიპლომატიური შეთანხმებისგან, ისრაელის თვალსაზრისით მით უკეთესი. ამიტომ ისრაელის ინტერესები იმაში მდგომარეობს, რომ ისლამურ რესპუბლიკას არ მისცეს საშიში შესაძლებლობების შექმნის საშუალება. ეს ნიშნავს ბირთვულ შესაძლებლობებს, ბალისტიკურ შესაძლებლობებს და პროქსი ძალებს. ამიტომ მე არ ველოდები ისრაელის მონაწილეობას ხარგის კუნძულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. პირდაპირ მონაწილეობას, მით უმეტეს. ეს თუ საერთოდ რამე იქნება, ამერიკული ოპერაცია იქნება. და არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა ტრამპმა აქამდე თავი შეიკავა ამის გაკეთებისგან. მათთვის რთული არ იქნება ხარგის კუნძულის დაკავება. მაგრამ იქ დარჩენა და ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის კამპანიასთან გამკლავება ამერიკელი ძალების წინააღმდეგ ადგილზე ეს სრულიად სხვა ამბავია. და ტრამპი ფაქტობრივად ყველა იმ პრობლემას წააცდება, რასაც თქვა პრეზიდენტი ბუში წააცდა ერაყში. თუნდაც ეს იყოს მცირე ძალა და მას არ სურდეს იქ წასვლა, ირანში სხვა ობიექტებიც არსებობს, სადაც შესაძლოა ისრაელის კომანდოს რეიდები განხორციელდეს, მაგრამ ეს ძალიან სარისკოა. და პირველი გეგმა ყოველთვის საჰაერო ძალაზე იქნება დაფუძნებული. იცით, ძალიან მძიმე ვითარება უნდა შეიქმნას, რომ ისრაელმა ირანში სახმელეთო კომანდოს რეიდების განხორციელება განეხილოს. მაგრამ თუ ეს მოხდება, ეს ბირთვულ ობიექტს შეეხება და არა კარგის კუნძულს ან ნავთობის ობიექტებს, ისრაელისთვის ამ ობიექტებზე იერიში ყოველთვის ჰაერიდან იქნება მიტანილი. სწორია. ძალიან სწრაფად. მე ვფიქრობ, სახმელეთო ჯარების გამოყენების ორი განსხვავებული გზა არსებობს. ერთი არის გარკვეული ტერიტორიების ოკუპაცია, მაგალითად ირანის სანაპირო ჰორმუზის სრუტესთან ახლოს. და მეორე ნამდვილად არის კომანდოს ოპერაციები. ისრაელს, რომელსაც უკვე ჰყავს ჯარები სირიაში, ლიბანში და ღაზაში, არ სჭირდება ირანის ოკუპაციაში მონაწილეობა. ამას გამოვრიცხავ. მაგრამ კომანდოს ოპერაციები, სადაც შეიძლება გამოიყენონ ისრაელის განსაკუთრებული შესაძლებლობები ან სადაზვერო მონაცემები, რისკიანია, როგორც იაკობი ამბობს, მაგრამ არ არის წარმოუდგენელი განსაკუთრებით ბირთვული მასალის ამობების შემთხვევაში, თუ ასეთი რამ გამოჩნდება. დიახ, და რა თქმა უნდა, იცით, არჩევნები ახლდება და ძალიან საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ როგორ იმოქმედებს ეს ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებებზე მომდევნო თვეებში, როცა საქმე ირანს შეეხება.